გიორგი ბარამიძის კომენტარზე მინდა ვთქვა, გუშინ მოვისმინე მთელი ის 3 საათზე მეტი ხნის ეს ინტერვიუ იაგო ხვიჩიასთან. რა თქმა უნდა, მის მიერ გაჟღერებული ბრალდება არის ძალიან მძიმე და ასევე ძალიან მძიმე მოსასმენი არის ქართველი სამხედროებისთვის, რომლებიც მსგავს დანაშაულში არ იყვნენ გახვეული, მხილებული და ასე შემდეგ. და ისიც რომ ამ ტიპის საჯარო განცხადებამ შესაძლოა საქართველოს ინტერესებს ზიანი მიაყენოს, ამასაც არ ჭირდება ბევრი კამათი და ის თუ რა ტიპის ზიანი შეიძლება მიაყენოს, ესეც არავინ არ ვიცით ბოლომდე, თუმცა ამის ფონზე მინდა ვთქვა, რომ ქართული ოცნებისგან მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა ცოტა უცნაურია, როდესაც მათ ქვეყანას პირდაპირ ომის დაწყება დააბრალეს და რაღაცა მძინარე ცხინვალის დაბომბვა, საიდანაც სინამდვილეში ხალხი ევაკუირებული იყო. და ასე ამის ფონზე მას რო იჭერენ, მართლა უცნაურია და დასაჭერად იმეტებენ. თუმცა ისიც მნიშვნელოვანია, რომ მე მაგალითად გარკვეულწილად მჯერა ის, რაც მან თქვა. ეხლა ზუსტად რა იგულისხმა, ესე არ ვიცით, იმიტომ რომ თქვათ ერთია, როდესაც ადამიანს დაიჭერ, განაიარაღებ, ეტყვი-როტყვეთ ამყავხარ და რაღაცნაირად ნდობა ექნება და მოწყვა მდგომარეობაში იქნება და მერე გამოიყვან და დახრეთ და თქვათ მეორე არის, როდესაც არ აკავს ტყვე, უბრალოდ ესვრი, სანამ ვინმე არის პირობითად ცოცხალი, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც ერთი არ არის კარგი, რა თქმა უნდა. მაგრამ მე მჯერა, რომ ესეთი რაღაცები ხდებოდა. განსაკუთრებით იქიდან გამომდინარე, რაც ვიცით, მხედრიონი, რომელიც აფხაზეთშიც იყო შესული და იბრძოდა, რეებს აკეთებდა საქართველოს სხვა რეგიონებში, თუნდაც სამეგრელოში, თუნდაც კიდე სხვაგან. და ხა ეს ადამიანები აქ თუ ასე იქცეოდნენ, ენგურს გადაღმა, ნუ თუ გჯერათ, რომ ისინი უცებ ანგელოზებად გარდაისახებოდნენ. მე იმისიც მჯერა, რომ შესაძლოა აფხაზებში ყოფილიყო მეტი დისციპლინა, სწორედ რუსული დისციპლინა, როგორც ამას გია ბარამიძემ უწოდა. რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, რომ ესე ყოველთვის ესე ხდებოდა და ყველას ხრედნენ და ყველას კლავდნენ. ამას მართლა მტკიცებულებები ჭირდება და გამოძიება, თუმცა ზოგადი ფონიდან გამომდინარე, ნამდვილად არ არის, ესე ვთქვათ, გამორიცხული ის, რაც მან თქვა. ისევე როგორც ახლა ამ თემასთან პირდაპირ კავშირში, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ ისევე როგორც მე მჯერა იმისი, რაც ბაია პატარაიამ თქვა თამარ ჩერგოლეიშვილზე, რომ ის მიშას დროს, წინა ხელისუფლების დროს, რადგან მისი ქმარი იყო თანამდებობის პირი, სახელმწიფო ვერტალიოტებით დაატარებდა თავის დაქალებს. ის რომ ტაბულას გამოწერის ისეთი არაოფიციალური ვალდებულება ქონდა ყველა საჯარო სტრუქტურას. ანუ მე ამას ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ და აი ესეთი ადამიანი მერე გამოდის და ამბობს, რომელსაც ამხელა პრივილეგიები ქონდა ცხოვრებაში და საჯარო საქმიანობის განხორციელების დროს მერე გამოდის და ამბობს, რომ ქალებს კვოტები არ გვჭირდება, ჩვენ ყველაფერი უნდა დავიმსახუროთ და დამსახურებით და პატიოსანი შრომით უნდა მოვიპოვოთ ნებისმიერი ადგილი და დავიმკვიდროთ საზოგადოებაში. ძალიან უცნაური ამბავი არის ეს ყველაფერი მისი პირიდან.